გურჯაანში სამედიცინო ცენტრ კახეთი იონის ლაბორატორიამ ISO სერტიფიკატი მოიპოვა. იგი კახეთში ერთადერთი კლინიკა არის, სადაც პაციენტებს B ჰეპატიტის უფასო პროგრამით შეუძლიათ სარგებლობა. უფრო დეტალურად კახეთი იონის წარმატებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციას კლინიკის ხელმძღვანელი თამარ ცანკაშვილი მოგაწვდის. გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ შობა ახალი წელი, მინდა გისურვოთ მშვიდი, ჯანმრთელი, რაც მთავარია, ბედნიერი და წარმატებით სავსე წელი. დიდი მადლობა. ქალბატონ თამარ, რას ნიშნავს ISO სერტიფიკატი, რომელიც კახეთი იონის ლაბორატორიამ მიიღო? ISO სერტიფიცირება ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ნებისმიერ ორგანიზაციაში. ეს იქნება სამედიცინო მიმართულებით თუ სხვა. ეს ნიშნავს იმ საერთაშორისო სტანდარტების აღიარებას, რასაც მოითხოვს მაღალი ხარისხის მომსახურება. ამ შემთხვევაში ჩვენთან კახეთი იონში ლაბორატორიისთვის განისაზღვრა სხვათა შორის მინისტრის ბრძანებით გასულ წლებში ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულებას, როგორც ჩვენია, ანუ ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი, რომელიც აწვდის მოსახლეობას ამბულატორიულ მომსახურებას, სავალდებულო გახდა ISO სერტიფიცირება როგორც ლაბორატორიის, ასევე მენეჯმენტის კუთხით. ჩვენმა კლინიკამ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ძალიან ღირსეული ნაბიჯები გადადგა ამ შედეგის მისაღწევად. ჩვენ გასული წლის ბოლოს უკვე მოვიპოვეთ ლაბორატორიის ISO სერტიფიკატი 15199, ეს არის სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მოსახლეობისთვის. ასევე მენეჯმენტის კუთხით 9001, ასევე მოვიპოვეთ ეს სერტიფიცირებაც და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ლაბორატორია არა მარტო, სრულად მთელი სამედიცინო დაწესებულება, სამედიცინო კლინიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით მომსახურებას და შეგვიძლია მივაწოდოთ მოსახლეობას ასეთი ხარისხის მომსახურება. უფრო დეტალურად რო გითხრათ, რა მომსახურებას თავაზობს კლინიკა პაციენტებს, როგორც ვიცი, ხშირად თბილისიდან მოწვეული პროფესორები უწევენ კონსულტაციებს. დიახ, ჩვენი კლინიკა განსაკუთრებით გამოირჩევა ასეთი მიმართულებით. ჩვენთან არის დიაგნოსტიკა, ხომ? ჩვენთან ძირითადი წამყვანი, ასე ვთქვათ, მიმართულება ეს არის დიაგნოსტიკური კვლევები, ეს არის ლაბორატორია, კონსულტაციები ექიმების, ქიმიოთერაპია და დიალიზის განყოფილება. ეს არის ის მომსახურება, რაც ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ და ვზრუნავთ, რომ უფრო მეტად განვითარდეთ და უფრო მეტი და ახალი სახეები მოვიწვიოთ კლინიკაში. თითქმის ყოველ კვირა ჩვენთან არის თბილისიდან მოწვეული ექიმი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი ჩვენი ექიმები ნაკლებ მომსახურებას უწევენ. უბრალოდ არის ისეთი მიმართულებები, რომელიც საჭიროებს აუცილებლად კონსულტაციებს მოწვეული ექიმების. ყოველ კვირა ჩვენთან ონკომამოლოგი ჩამოდის, ბატონი გიორგი მძინარაშვილი, ასევე ქალბატონი თინა დუნდუა, საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალი ექიმები ბრძანდებიან, რომლებიც ონკოლოგიური მიმართულებით გარკვეულ უფრო ვიწრო სპეციალიზაციით უწევენ კონსულტაციას ჩვენს პაციენტებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან სკრინინგია, მკერდის კიბოს სკრინინგი და ანუ ნაადრევად აღმოჩენის საშუალება და შესაძლებლობა არის, რა თქმა უნდა, მრავალი წელია ამ მიმართულებით მუშაობ და შესაბამისად ეს საჭიროება გამოიკვეთა, რომ ონკომამოლოგიის კონსულტაციები იყოს საჭირო რაღაც გარკვეული პერიოდულობით. ასევე უროლოგები, ძალიან კარგი უროლოგები ჩამოდიან თბილისიდან, ყოველ შაბათს და ორშაბათს თბილისიდან მოწვეული უროლოგები არიან ლევან ადამია, უჩა ჯავახიშვილი, საკმაოდ მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ახალგაზრდა უროლოგები და ექიმები. ასევე ქალბატონი ნია შარიქაძე, რომლის 8 წლიც მინდა ძალიან თამამად და ძალიან დიდი სიამაყით ვთქვა, რომ ძალიან დიდია, კერძოდ იმაში, რომ კახეთის რეგიონში და კონკრეტულად გურჯაანში ონკოლოგიური მიმართულებით შესაძლებლობა გვაქვს, რომ პაციენტებს მივაწოდოთ ძალიან მაღალი ხარისხის თანამედროვე პროტოკოლების და სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურება. სწორედ ქალბატონ ნიას დამსახურებაა, რომ ქიმიოთერაპიული მომსახურების მიწოდება შეგვიძლია ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს
ამისი მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა COVID-ის პერიოდში, როდესაც ძალიან ჭირდა პაციენტების ტრანსპორტირება, თქვენ მოგეხსენებათ რა მძიმე ესეთი ფონი იყო ზოგადად შექმნილი და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ პაციენტს ჩვენ ხელი გაუმართეთ აი ამ კუთხით და მათ შეძლეს თბილისში წაუსვლელად ადგილზე მიეღოთ გარკვეული მომსახურება. დიახ, როგორც მაქვს ინფორმაცია, ქალბატონიას თბილისშიც ძალიან დიდი რიგები აქვს და თვეები ილოდებიან პაციენტები, რომ მასთან მოხვდნენ. და ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა. დიახ, გეთანხმებით ქალბატონიასთან ძალიან ჭირს ასე ვთქვათ, სწრაფად კონსულტაციის მიღება. ყოველ შემთხვევაში ჩვენს მოსახლეობას აქვს ძალიან კარგი შანსი იმ შემთხვევაში თუ კი საჭიროება გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, მიიღონ ადგილზე ქალბატონიასთან მომსახურება. ჩვენ ყავს ძალიან კარგი ონკოლოგი ადგილზე, ქალბატონი ხატია ჩირიკაშვილი, რომელიც ქალბატონიას მეთვალყურეობით, რა თქმა უნდა, და ერთად გეგმავენ პაციენტის მკურნალობის განრიგს, ასე რომ ვთქვათ, და საკმაოდ კარგი და ძლიერი გუნდია შეკრებილი ამ მიმართულებით. ასევე მინდა აღვნიშნო დიალიზის განყოფილებაში ნეფროლოგთა გუნდი. ეს არის საკმაოდ მაღალი პროფესიონალი ექიმები დაკომპლექტებული გუნდი, ქალბატონი ეკა ბერუკაშვილი და ხათუნა ბაჩუკაშვილი. თბილისიდან ყოველ კვირა ჩამოდის ნეფროლოგი ქალბატონი ლელა, რომელიც ბეგლარაშვილი, რომელიც ასევე ძალიან მაღალი დონის და სტანდარტის ექიმთა რიცხვს მიეკუთვნება. ასევე მინდა აღვნიშნო ბატონი გიორგი ჩეჩუას ვიზიტები, რომელიც იგეგმება პერიოდულობით, საოპერაციო პაციენტებს შეუძლიათ რომ მიიღონ ბატონი გიორგის როგორც კონსულტაცია, ასევე ოპერაციებიც ადგილზე არის შესაძლებელი რომ ჩატარდეს. ეს ძირითადად კატარაქტას შეეხება. რა სამომავლო გეგმები გაქვთ? ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი, ასე რომ ვთქვათ, გეგმები გვაქვს დასახული. ამ ეტაპზე ახლა მიმდინარეობს პროცესი, დაგეგმარების პროცესი, ჩვენ გვაქვს სურვილი და ასე ვთქვათ ამბიციაც, რომ ქიმიოთერაპიული მიმართულებით უფრო მეტად განვითარდეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სენსიტიური მიმართულება, ასე რომ ვთქვათ, და გვინდა რომ ჩვენს მოსახლეობას უფრო მაღალ კვალიფიციური და სტანდარტებთან შესაბამისი მომსახურება მივაწოდოთ და გეგმავთ ქიმიოთერაპიის განყოფილების ცალკე, ანუ შენობის აშენებას, ასევე ლაბორატორიის კუთხითაც გვექნება ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები და ლაბორატორია უკვე ცალკე ესეთ დამოუკიდებელ განყოფილებად იქნება წარმოდგენილი. ახლაცაცია ცალკე განყოფილება, მაგრამ ცალკე შენობა დაეთმობა ლაბორატორიას და ასევე მაღალ ტექნოლოგიური კვლევების დაგეგმვას ვცდილობთ და ვფიქრობთ. ამბიციები ძალიან დიდი გვაქვს. ჩვენ დიაგნოსტიკის კუთხით ისევ დავრჩებით და აი ამ მიმართულებით განვითარდებით. შესაბამისად, ჩვენ ფრანგ ხელმძღვანელებთან ერთად დავგეგმეთ ჩვენი ექიმების ვიზიტები საფრანგეთში. შეირჩა უკვე ჯგუფები გარკვეული მიმართულებით. წლის განმავლობაში რამოდენიმე ექიმი ესტუმრება საფრანგეთის წამყვან კლინიკებს და იქ გაივლის შესაბამისად უკვე ასე ვთქვათ გადამზადების პროცესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ შევინარჩუნოთ ფრანგულ-ქართული კლინიკის ასე ვთქვათ სტატუსი არა მარტო მხოლოდ სახელწოდებით, არამედ მთელი თავისი შინაარსობრივობითაც რომ იყოს ესე დატვირთული. რა კარგი სიახლეები გქონიათ. როგორც ვიცი, მალე კახეთიონი 17 წლის გახდება და საინტერესო არის როგორ დაარსდა კლინიკა. ვიცით რომ ბიძინა სონღულაშვილის დამსახურება არის რომ ფრანგებმა იგი გურჯაანში გახსნეს და საინტერესო არის რა გზა გაიარა ცენტრმა წარმატების მისაღწევად. თებერვალში ვხდებით 17 წლის. ეს არც ძალიან ცოტა და არც შეიძლება ძალიან ბევრი, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან დიდი სიახლეებით, დიდი გამოწვევებით, ბევრი სიხარულით, ასე თავამად შემიძლია ვთქვათ, ბევრი სიხარულით და სიამაყით სავსე 17 წელი. ჩვენ ძალიან ესეთი საინტერესო ისტორია გვაქვს. ეს თანამეგობრობა დაფუძნებული არის საფრანგეთსა და საქართველოს შორის.
ბატონი ბიძინა სონღულაშვილის და ბატონი ანრი დერენკურის მეშვეობით მათი დამსახურებაა ძალიან დიდი და ბატონი ბიძინას დამსახურებაა, რა თქმა უნდა, რომ მე ასე ვთვლი, რომ გურჯაანში გაიხსნა სწორედ ეს კლინიკა. და ძალიან დიდი მადლობა მათ, ამ ორ ძალიან დიდ და ღირსეულ ადამიანს, რომელთა მეგობრობაც და ურთიერთობაც დღემდე გრძელდება და ეს ძალიან დიდი სიამაყით შემიძლია თქვა, რომ ჩვენი კლინიკის კედლები ძალიან ბევრი ასეთი დამეგობრებული ადამიანის შეხვედრის ადგილი ხდება ხოლმე და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ისტორიაა კიდევ. ურთიერთ დამეგობრების საფუძველზე ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება დაიწყო გარკვეულ იმ პერიოდში. ეს შეეხებოდა სოფლის მეურნეობას, განათლებას, კულტურას და მათ შორის ერთ-ერთი იყო სამედიცინო მიმართულებით კიდევ გარკვეული ინვესტიციების განხორციელება საქართველოში, რომელსაც ჰქონდა პროექტის სახე, რა თქმა უნდა, ეს იყო პროექტი. და აი უკვე პროექტი, რომელიც ზოგადად ასეთი პროექტები რამოდენიმე წელს ასე ცოცხლობენ, ისე რომ ვთქვათ უხეშად და ჩვენ უკვე 17 წელია ძალიან მყარად, ძალიან ღირსეულად ჩვენს ნიშას ასე ვთქვათ ვიმკვიდრებთ და დამკვიდრებული გვაქვს და ღირსეულ მეტოქეობასაც უწევთ ჩვენს კონკურენტ, მაგრამ მეგობარ კლინიკებს. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. უღრმესი მადლობა.